გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. დღეს კვლავ გსურს ვისაუბროთ ისეთი მნიშვნელოვანი თემის შესახებ, როგორიც არის სიყვარული, ჭეშმარიტი სიყვარული. და ჩვენ ხედავთ უამრავ სიცრუეთა შორის ეს სათნოება, როგორი სიცრუის საგანი გახდა დღევანდელ პერიოდში და განსაკუთრებით ასევე შეინიშნება ეს სიცრუე ეკლესიაში და გაიძახიან, რომ ქრისტიანობა მხოლოდ სიყვარულის რელიგია და მეტი არაფერი, უპირველეს ყოვლისა სიყვარული და ხშირად მოყავთ მოციქულების სიტყვები, განსაკუთრებით იოანე მოციქულის, სიყვარულის მოციქულის სიტყვები და მოდით განვიხილოთ ახლა სახარებისეულად როგორ არის ეს საკითხი, რას ამბობს მაცხოვარი თავად, მოციქულები რას ამბობენ ამის შესახებ და რა არის უპირველესი ქრისტიანობაში და სად შემოიპარა, რა სახით შემოიპარა ეს სიცრუე ქრისტიანობაში. დიახ, პირველ ყოვლისა უნდა აღიაროთ და ვთქვათ, რა საკვირველია ქრისტიანობა, ეს სიყვარულის რელიგია და თავად მოციქული, სიყვარულის მოციქული ამას გვეუბნება, ხო? თავად ღმერთია სიყვარული პირველ ყოვლისა და ვინც ღმერთია, ის სიყვარულშია და რა საკვირველია, ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, მხოლოდ სიყვარულია მთავარი და მხოლოდ სიყვარულია ერთადერთი სათნოება და ყველაფერი ამაზე აგება, ამის შესახებ ცოტა სხვაგვარად ამბობს თავად მოციქული, სიყვარულის მოციქული. და ჩვენ ხედავთ, სწორედ იოანე ღვთისმეტყველი, სიყვარულის მოციქული უპირველეს ყოვლისა ჭეშმარიტებას აყენებს პირველ ადგილზე. ანუ ჭეშმარიტებისათვის სიყვარულს. ანუ რას ამბობს მაცხოვარი თავად იოანეს სახარებაში. ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვევლინე სოფლად, რაითა წამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებას იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა. ანუ აქ პირდაპირ მაცხოვარი თავისი სიტყვებით გვეუბნება, რომ ჭეშმარიტება არის უმნიშვნელოვანესი. მაგისთვის მოვევლინე. ჯერ თავად ამბობს, რომ მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება მაცხოვარი. ანუ ყველაფერი რაც კავშირშია ქრისტეს ცხოვრებასთან, ეს მოგწონს ადამიანს თუ არ მოწონს, ყველაფერი ჭეშმარიტება უპირველეს ყოვლისა. შემდეგ, ისევ იოანე მოციქულის სახარებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ როდესაც მაცხოვარი ამბობს, რომ მოგევლინებათ სული წმინდა, იქაც ნახეთ როგორი ამონარიდია, ხოლო როდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაი, გიძღოდეს თქვენ ჭეშმარიტებასა ყოველსა. ანუ აქაც პირდაპირ ჩანს, რომ ქრისტიანობა უპირველესად არა სიყვარულის, არამედ სწორედ ჭეშმარიტების რელიგია. უპირველეს ყოვლისა. შემდეგ მაცხოვარი ამბობს ისევ, წმინდა ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამე თუ სიტყვა შენი ჭეშმარიტ არს. ისევ ჭეშმარიტებაზე არის გასმული ხაზი და პირველ ყოვლისა ჭეშმარიტებაზე არის საუბარი. მრავალი ადგილია ასეთი, სადაც მოციქულები პირდაპირ აყენებენ უმნიშვნელოვანეს საკითხად ჭეშმარიტებას. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა თუ ადამიანს არ სწამს ჭეშმარიტება, არ აღიარებს ჭეშმარიტებას, მასში ყველა სხვა სათნოება ცრუ მიმართულებას ღებულობს. ადამიანი ხიბლში ვარდება, ადამიანს ეცვლება სწორი დამოკიდებულება, ხო? კიდევ რას ამბობს მოციქული? სხვაი უფროსი სიხარული ამისა არა მაქვს, რაითა მესმოდეს შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სვლაი. ანუ მოციქული პირდაპირ გვეუბნება, რომ ამაზე დიდი სიხარული არ მაქვს, როცა ვხედავ, რომ ჭეშმარიტებით ცხოვრობენ ქრისტიანებიო. რა იგულისხმება ახლა? ეს არის ქრისტეს სწავლება, ხო? ეს არის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი. აი ამას ამბობს მოციქულები. მოციქული პირდაპირ გვეუბნება სწავლებას, რომ წვალებელსა გაცა ერთისა და ორის შეგონების შემდეგ განეშორე. ანუ, როდესაც ჩვენ ამბობს განსაკუთრებით თანამედროვე მოდერნისტები, აი უნდა გვიყვარდეს და არავის არ უნდა ვაწყენოთ. არა, პირდაპირ გვეუბნება სახარებაში მოციქულები პირდაპირ გასწავლიან, რომ ერთისა და ორის შეგონების შემდეგ განეშორე. აი კიდევ სიტყვები, მაცხოვრის სიტყვები, რომელიც იოანე მოციქულის სახარებაშია, ხო? რომელი მოვიდეს თქვენ და ესე მოძღვრებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მათ და სახელითა თქვენითა და გიხაროდენ ნუეტყვით მათ. რამე თუ რომელმა რქვას მას გიხაროდენ, ეზიარებეს საქმეთა მის და ბოროტთა. ანუ პირდაპირ ბოროტება ამას ამბობს, ხო? ეხლა რა ხდება ადამიანები, რომლებიც ყალბს სიყვარულს და ამის შესახებ ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, ეს ყალბის სიყვარული იგივე
იგივე ვარდისფერი სიყვარული, ეს მიწიერი სიყვარული, მას ვერ განარჩევენ თანამედროვე ადამიანები, ხშირად ქრისტიანებიც, ეკლესიაშიც მშვენიერ სიყვარულს სულიერში ურევენ და ეს კაფიო გახდა ეს პრობლემა. ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანი, რომელიც სენტიმენტალურად უდგება რაღაცა სიყვარულს ხედავს მხოლოდ ღიმილში, ბედნიერებაში, რაღაც ემოციურ განცდებში და ამ დონემდე დაყავს ეს სიხარული და სწორედ ამას ეძებს ყოველთვის, ეკლესიაშიც ამას ეძებს და ზოგადად საზოგადოებაში ეს მცდარი სიყვარულია, მაგრამ მას არ ესმის სწორი სიყვარული. სიყვარული მადლია, სიყვარული არის სათნოება, რომელიც ჭეშმარიტ სიყვარულზე ლაპარაკი მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით გეძლევა ადამიანს ღვთის განსაკუთრებით წყალობით. აი ესე მოინდომოს ადამიანმა და უცებ გახდეს მოსიყვარულე და თავდადებული და რაღაც ესე არ ხდება. ეს თამაშია ქრისტიანული კუთხით. ჩვენ ხედავთ რომ როგორ თამაშობენ ეს, ანუ თუ ადამიანს არ უყვარს პირველ ყოვლისა ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებაში არ არის გაწვდილი და არ მუშაკობს ამისთვის, ხო, მასში ეს ჭეშმარიტი სიყვარული არც ვითარდება. მასში ვითარდება ეს სწორედ ეს ვარდისფერი სიყვარული, ეგრეთ წოდებული. მის შესახებ კარგად აქვს განმარტებები აკეთებული მე-19 საუკუნეში ჯერ კიდევ მართლმადიდებელ მოაზროვნეს კონსტანტინე ლეონტიევს, რომელიც ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი შრომა დადო ამის შესახებ და ის ამბობს, რომ ხდება ეკლესიაში ხდება სიყვარულის სეკულარიზაცია, ანუ გამიწიერება მაქსიმალურად, მიწიერ გაგებამდე დაყვანა სიყვარულის. და ამის სხვადასხვა ნიშნებს გვეუბნება, რომელიც მე-19 საუკუნეში უკვე შენიშნა მან, მაგრამ მე-20 საუკუნეში, მე-21 საუკუნეში ახლა უკვე ჩვენ ეს კიდევ უფრო გამძაფრდა. ჩვენ ხედავთ, რომ რამდენად მშვენიერი გახდა ეს ყველაფერი და რამდენად რთული გახდა განსხვავების მინიჭება. უბრალოდ რო ვთქვათ, ჭეშმარიტი სიყვარულის მხადაგებლებიც ცოტა გახდა. ანუ სწორი მაგალითის მიმცემი ამისა, ისინი ცოტა გახდა ეკლესიაში, სამწუხარო ამბავია ეს, რასაკვირველია და ბუნებრივი ადამიანები, რასაც ხედავენ უმეტეს შემთხვევაში, იმას აღიარებენ სიყვარულად. მას აყენებენ პირველ ადგილზე, მაგრამ ჩვენ აქ ხედავთ პირდაპირ, რომ სახარება გვასწავლის, რომ უნდა გიყვარდეს პირველ ყოვლისა ჭეშმარიტება. ეხლა ჩვენ როდესაც მაცხოვარი ამბობს, იქნებით მოძულებულ სახელისა ჩემისათვის. ახლა ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს, მართლმადიდებელს უნდა უყვარდეს ყველა ადამიანი და ჩვენ განვასხვავებთ ადამიანს მისი ცოდვისგან, მისი მიდრეკილებებისგან, უსჯულოებისგან, მცდარი იდეოლოგიისგან, ჩვენ ამას მიჯნავთ. ჩვენ გვიყვარს ადამიანი, ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში ამის გაკეთებას, ხო, მართლმადიდებელი ესე უნდა აკეთებს, მაგრამ იმ ადამიანს, ვისაც ჩვენ ვესაუბრებით, ხო, მას კი არ სურს ეს. მას არ სურს ეს გამიჯნა. მაგალითად, პროტესტანტს არ სურს გამიჯნოს მის იდეებს, ლიბერალს არ სურს გაემიჯნოს მის იდეას, იგივე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელს. მათ არ სურს, შენ არ აყენებ ამას ერთად, შენ არ შეურაცხყოფ მათ, როდესაც ამხელ უსჯულოებას. შენ ცდილობ რომ გამიჯნო, მაგრამ საქმეც ამაშია, ეს ადამიანი ღებულობს ამას საკუთარ თავზე, ანუ მის შერწყმულად, არა განსხვავებით, არა გამიჯნულად, არამედ შერწყმულად ის თვლის, რომ ის არის კათოლიკე, პროტესტანტი, ლიბერალი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? და ბუნებრივია რა იქნება, რა ხდება ამ შემთხვევაში, ადამიანი, ვინც ამხელს, მიუხედავად იმისა, რომ შენ ცდილობ, რომ პირადულზე არ გადაიყვანო და მის პირად პატივისცემა და სიყვარული გამოიჩინო, ხდება მოძულებული ეს ადამიანი და სწორედ აქ არის ეს მაცხოვრის სიტყვები, ხო, იქნებით მოძულებულ სახელისა ჩემისათვის. უკვე თუ ჩემი ისმენს, თქვენიც ისმენოთ, უკვე თუ მე მდენეს, თქვენც აგდევნიდენ. და ეს ხდება ეკლესიაში ჩვენ ხედავთ, თუ კი ხმას იმაღლებ, მიუხედავად თავდაბლური ნაბიჯისა, ეკლესიაში რასაც აკეთებს ბევრი მოძღვარი დღესაც და არა მარტო მოძღვარი, ეს კაცებიც და სასულიერო პირი თუ ეკლესიის წევრი ადამიანი, ჩვენ ხედავთ, რომ ეს ადამიანები ხდებიან მოძულებული. ხშირად საზოგადოების მხრიდან, ამ ლიბერალური საზოგადოების მხრიდან, ან ანტიქრისტიანული ნებისმიერ საზოგადოების მხრიდან ეს ხდება მოძულებული და ეს თითქოს არანორმალურად მიიჩნევა. თუმცა ქრისტიანული კუთხით ეს არის
ჩემი აზრით ნორმა. ეხლა მე როდესაც პირობითად არ უყვარვარ ლიბერალებს, ეხლა ამას აღვიქვამ როგორც ნორმა. იმიტომ რომ შენ კი გიყვარს ლოცულობ მათთვის სიკეთე გინდა და ასე შემდეგ, მაგრამ ის არ ღებულობს იმ მხილებას, ის არ ღებულობს იმ სიტყვებს, ჭეშმარიტების სიტყვებს და შეცხვანაირად არ შეგეძლია. რატო არ შეგეძლია? იმიტომ რომ პირველ ყოვლისა იცი რომ უნდა გიყვარდეს ჭეშმარიტება, ანუ ქრისტეს სწავლება. რასაც თვითონ გვეუბნება მაცხოვარი და შემდეგ უკვე აი ჭეშმარიტება როდესაც გიყვარს, ამ ჭეშმარიტ სიყვარულში ავლენ სხვანაირად არც შეიძლება მოყვას ეს სიყვარული განახორციელო. უბრალოდ უდევთავარი ამბერკი ტაუშევის სწორად შენიშნავს. საერთაშორისო ამ თემაზე ბევრი ნაშრომი აქვს, მას ასევე განხილული აქვს ეს ვარდისფერი სიყვარულის თემატიკა და ის ამბობს, რომ ჭეშმარიტის თუ ადამიანს არ უყვარს ჭეშმარიტება, მაშინ სხვა სიყვარული აუცილებლად ან მლექნელობაში, პირფერობაში გადაიზრდებაო. და სწორი შენიშვნაა, აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა, რადგანაც მართლაც მასია, თუ ჭეშმარიტებაში არ ხარ სიყვარულში, მაშინ ეს ნებიანი სიყვარული, რომელსაც სოფლიო თავაზობს, სეკულარული სიყვარული, სენტიმენტალური სიყვარული, ის რასაც ჩვენ ხედავთ ხიარულების და ემოციების და რაღაცა ეიფორიის სახით, ეს რასაკვირველია, მიუღებელია ქრისტიანისთვის, თუმცა მკვიდრდება როგორც ნორმა. სამწუხაროდ, ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეს ყალბის სიყვარული მკვიდრდება არა მხოლოდ გარე სამყაროში, არამედ ერში, არამედ ეკლესიაშიც და ეს ყველაზე ცუდია, რადგანაც იქ სადაც უნდა ისმოდეს ჭეშმარიტი სიტყვა, ისიც არ ისმის, რადგანაც ეს მოდერნისტული სული, ეს განახლებული დამოკიდებულება, არასწორი დამოკიდებულება ვრცელდება ჩვენშიც და რასაკვირველია ეს ქმნის პრობლემას იმას, რომ ადამიანებს ყალბი ღირებულებები უნვითარდება, მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის, ყალბი ქრისტიანობა ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ესენი გეუბნებიან, რომ ეს არის სიყვარული, ეს არის ჭეშმარიტება, რასაც სიცრუე, სინამდვილეში, რაც ამსოფლიურია და არა ამსოფლიური და ქრისტიანული დამოკიდებულება მისთვის მიუღებელია სამსჯავრო, რომელიც მოხსენებულია წმინდა წერილში როგორც საშინელი სამსჯავრო, საერთოდ მიუღებელია მათთვის ეს სიტყვები და ხშირად გვახსენდება პაისი მთაწმინდელის სიტყვა. ამ ადამიანებს სურთ, რომ ყავდეთ ღმერთი, რომელიც თვითონ სწოდონ, იმეორონ ეს სწოდები და ისეთი ღმერთი, რომელიც მუდმივად მათ აპატიებს თან ყოველგვარი სინანულის გარეშე, რადგანაც ის მოსიყვარულია და მორჩა დამთავრდა, ეს არის მთელი არსი რელიგიის და ამაზე არის აგებული მთელი ეს სამყარო და ამას გადაგებენ სინამდვილეში. რაც სიცრუე და არასწორია. ჩვენ ვიცით ახლა ბიბლიური კუთხითაც ვიცით ახლა სოდომი და გომორს რა მოვიდა, წარღვნის შესახებად ვიცით და როგორი მკაცრია მაცხოვარი თავის გამონათქვამებში, თუნდაც ის მევაჭრეებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს ჭეშმარიტი, რაც მაცხოვრისგან მოდის, ღვთისგან რაც არის, ყველაფერი აბსოლუტური ჭეშმარიტება. მშვენიერი სიყვარული ამას ვერ ხვდება. მშვენიერი ადამიანი და სეკულარული ადამიანი ამას ვერ ხვდება და ამ ადგილებს უკვე წმინდა წერილიდან ან მოციქულების სიტყვებს, ან იგივე წმინდა მამების სიტყვებს არ ღებულობენ, იმიტომ რომ მათთვის ეს მიუღებელია აბსოლუტურად. და პირდაპირ გემიჯნებიან. იქ უკვე განმარტება ზედმეტი, იმიტომ ჩვენ რაც არ უნდა განმარტო ის ვერ ხვდება, როდესაც ამ საკითხს ვერ ხვდება და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს სულიერების და მშვენიერების განსხვავების საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც დღეს ეკლესიის წინაშე პრობლემად დადგა, იმიტომ რომ ამის გარჩევა არის ერთ-ერთი სათნოება, განსჯა ამისა, სწორი დამოკიდებულება ამისა. თუ ეს არ არის სწორად განვითარებული, შესაბამისად არასწორად ვითარდება ადამიანის სულიერი ცხოვრება. ამას ამბობენ წმინდა მამები, არა მარტო ბოლო დროის მამები, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ სხვა წმინდა მამები, რომლებიც უბრალოდ ეს პრობლემები წინა ადრეულ საუკუნეში ნაკლებად იყო, იმიტომ რომ არ იყო იქ საკითხი, ყველამ იცოდა, რომ ჭეშმარიტება რომ პირველ ყოვლისა უნდა გიყვარდეს და ეს ყველამ იცოდა და შემდეგ უკვე შემდეგ ადამიანი, შემდეგ ეს მოყვასი, ეს ყველაფერი
გამომდინარე იმ საძირკველისა, იმ საფუძველისა, რომელსაც ჭეშმარიტება ქვია, რომელსაც ქვია ქრისტე ღმერთის სწავლება, რადგანაც მან თვითონ თქვა, რომ მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. ანუ მისი ყოველი სიტყვა, მისი ქმედება, მისი ყველანაირი ემოცია, ეგ არის ჭეშმარიტება და ეს არის მისაღები. თუ არ ღებულობს ადამიანი ამას, ბუნებრივია მაშინ ის აღმოჩნდება ცთარ მდგომარეობაში, მაშინ ის აღმოჩნდება ხიბლის მდგომარეობაში და ჩვენ ხედავთ, რომ რამდენად დიდი პრობლემები ვითარდება. ამრიგად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ და რომ შევაჯამოთ ახლა საბოლოოდ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ამ შვინვიერ და ამ ვარდისფერ სიყვარულს შევწიროთ ჭეშმარიტება. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება დაუშვებელია ქრისტიანი ამას აკეთებდეს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ყველაზე ძვირფასი ეკლესიისთვის, მართლმადიდებლებს არის სწორედ ჭეშმარიტება. თუ ეს ჭეშმარიტების სიყვარული არ დგას პირველ ადგილზე, რასაკვირველია, მაშინ ეს ყველაფერი, რაც ვითარდება არასწორად და იქნება სიყალბე, პირფერობა, მლიქნელობა და სხვა არაფერი. უფრო ცოდვა, სწორედ საპირისპირო სიყვარულისა, საპირისპირო ჭეშმარიტებისა, საპირისპირო ნებისმიერი სათნოებისა და ამ რეალურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით ჩვენ. რატომ აღმოჩნდით? იმიტომ რომ შედეგად ამ არასწორი იდეოლოგიის, პირდაპირ რო ვთქვათ, იდეოლოგიების, არასწორი მწვალებლური სწავლებების გაზიარებით, არასწორი დამოკიდებულებით სიყვარულისადმი, არასწორი დამოკიდებულებით ჭეშმარიტებისადმი ღებულობთ ამ სავალალო შედეგს, რომელიც შეუმჩნეველია, თუმცა სულიერი კუთხით, ეკლესიური კუთხით კიდე საკმაოდ შესამჩნევია და რაც ამ შედეგებს დებს. ეს იყო ჩვენ სათქმელი დღეს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.